ჩვენ ტყიბულში ბევრჯერ ყოფილვართ. მაშინ როცა მშრომელთა წინააღმდეგობა მზადდებოდა და მაშინ როცა მშრომელთა წინააღმდეგობა მიმდინარეობდა. და არც ერთხელ ტყიბულში ამ მთელი ამ აწლეულის მანძილზე შეგვიძლია ვთქვათ, ხო? არასდროს არ ყოფილა ტყიბულში ის, რომ თანამშრომლები მასიურად ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ისინი თავიანთი პოლიტიკური შეხედულების, მათი ოჯახის წევრის პოლიტიკური საქმიანობის, სოციალურ ქსელში გაზიარებული მოსაზრების გამო სამსახურში ქონოდათ პრობლემები. აქ ჩამოსულზე ჩვენ რა ვნახეთ? ჩვენ ვნახეთ, რომ ვისაც შევხვდით, სულ გათავისუფლებული არის 38 ადამიანი, ჩვენ დღეს შევხვდით 10-მდე ადამიანს და 10-ვე ადამიანი არის დარწმუნებული, რომ მათი გათავისუფლება უკავშირდება მათ ამა თუ იმ პოლიტიკურ შეხედულებას, ოჯახის წევრის პოლიტიკურ საქმიანობას ან თუნდაც ერთ მოსაზრებას, რომელიც გააჟღერეს სხვადასხვა სივრცეში, ხო? არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ის ამ მიზეზის მიღმა არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ საქართველოში ორი ინდუსტრიული ქალაქი ტყიბულთან ერთად არჩევნების მერე რამდენიმე დღეში ფაქტიურად გაჩერდა, ხო? ეს ლაპარაკი არის ტყიბულმაზე, ჭიათურაზე და ზესტაფონზე და ეხლა აი ამ ტიპის მოძრაობებს ხედავთ ტყიბულში, ხო? რაც ნიშნავს, რომ 38 ადამიანის სამსახურის დაკარგვა ტყიბული არ არის ჩვეულებრივი რიგითი საქართველოს ქალაქი, ხო? რატო არ არის? იმიტომ რომ ეს არის მონოინდუსტრიული ქალაქი. ეს ქალაქი შეიქმნა ქვანახშირის გარშემო. ამიტომ აქ სამსახურიდან გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დაკარგა სამსახური და ხვალ ახალი სამსახურის ძიებას დაიწყებს და ეს 3 თვე, რასაც ეუბნებიან, რომ 3 თვის კომპენსაციას მოგცემ და 3 თვეში სამსახურს იპოვნის, ხო? ეს ქალაქი აქ ცხოვრები ოჯახები არსებითად არიან დამოკიდებული ამ შახტზე. ამიტომ ამ ქალაქიდან, ესე იგი შახტიდან ადამიანების დათხოვნა ნიშნავს მათ გაწირვას სულ მცირე იმისთვის, რომ თავიანთი მშობლიური ქალაქი დატოვონ და ჩვენ ვიცით, რომ არა მხოლოდ ქალაქი დატოვონ, არამედ დღეს უკვე ამ ხალხს, როცა ჩვენ ველაპარაკებოდით, ყველა გამოსავლად ახსენებდა იმას, რომ ქვეყანა უნდა დავტოვო. ყველა რა ნაწილი ახსენებდა იმას, რომ ქვეყანა უნდა დავტოვო. ეს არის სწორედ აი ამ მონოინდუსტრიული ქალაქის სპეციფიკა, რომ აქ სამსახურის დაკარგვა შახტში ნიშნავს უმუშევრობას, უფულობას, უიმედობას სახლში და ქალაქში, ხო? რატომ ხდება ეს? ხა, რატომ ხდება ეს? თუ ეს ასე არის, როგორც მე შეხვდებს ჯერად და როგორც თქვი აქამდე, რომ არ მაქვს საფუძველი, რომ მათ საბეჭდილებაში ეჭვი შევიტანო, იმიტომ რომ ეს არ არის ქალაქი, რომელიც პოლიტიკური პოზიციებით ჟონგლიორობს და არც მეშახტეები არიან ის ჯგუფი, რომლებსაც აქამდე ოდესმე პოლიტიკური მიზეზი დაუსახელებიათ, თუნდაც სამსახურის დაკარგვის ან შრომითი ურთიერთობის დაზიანების, მენეჯმენტთან ურთიერთობის გაფუჭების კონტექსტში, ხო? მაგრამ ეხლა როცა ამდენი ადამიანი ლაპარაკობს ამაზე, ხო, არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს ასე არ არის, ხო? მაგრამ რატომ ხდება ასე, ხო? ახლა აქ რაც ჩამოვედით, ხო? ტყიბულში შესამჩნევი არის ყველგან. შესამჩნევი არის აქ, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ თეატრის წინ, სადაც უზარმაზარი ეკრანი არის დამონტაჟებული და ეს ეკრანი გვიყვება რა გააკეთა ახალმა ინვესტორმა, რომელიც ფლობს ამ წუთში შახტს, ხო? კაფეში, რესტორანში, ბაზარში, ლამის აფთიაქში ხვდებით ამ ინვესტორის სურათებს და რაღაც როგორც ჩანს ტყიბულს მუდმივი წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში უწევს ცხოვრება, იმიტომ რომ ყველგან სადაც მივდივართ, ხვდებით რაღაც პროპაგანდისტულ გზავნილებს და ეს გზავნილები როგორ არის წარმოდგენილი, იცით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ინვესტორი ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ ტყიბულმა უკეთ იცხოვროს, ხო და პრინციპში ხა დღეს გასაგები არის, როგორ უკეთად იცხოვრებს 38 ოჯახის უმცირე, ხო? და მეშახტეები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ეს 38-ზე არ გაჩერდება. მათ აქვთ მოლოდინი, რომ გათავისუფლების შემდგომი ტალღა სხვას, ვინც უკვე იქ არიან, მათ შეეხებათ, ხო? რატომ ხდება ასე? რატომ ხდება ასე? აქ შეუძლებელია ჩვენ არ ვახსენოთ პროფკავშირი, ხო? ტყიბულში არსებობს პროფკავშირი, ეს პროფკავშირი პირველადი პროფესიული ორგანიზაცია არის, გაერთიანებული პროფკავშირის წევრი,
ყველაზე დიდი პროფკავშირის, ანუ საქართველოს ყველაზე დიდი პროფკავშირის წევრი და დღეს, როცა ტყიბულში მოვდიოდით, გზაში ვისმენდი სწორედ პროფკავშირის წარმომადგენლის განცხადებას და ის როგორც კომპანიის ერთგული წარმომადგენელი ლაპარაკობდა იმაზე, რომ მოკლედ მეშახტეებს, გათავისუფლებულებს 3 თვეში თუ ისინი ჩააბარებენ აი ამ ეგრეთ წოდებულ გამოცდას შეეძლებათ სამსახურში აღდგენა, ხო? და მე პირადად ნახე ხელწერილები, შეთანხმებები, რომელსაც ხელს აწერინებენ მათ, ვინც გაათავისუფლეს და იქ მსგავსი არაფერი არ წერია. იქ წერია ესეთი რამ, რომ კომპანიას თავისი, მოდი ასე ვთქვათ, კეთილი ნების საფუძველზე 3 თვეში შეუძლია სამსახურიდან გათავისუფლებულებს შეთავაზოს სამსახურში აღდგენა, არა იმავე, ხო? არამედ სხვა პოზიციაზეც. ოღონდ ეს რაღაც მისი ვალდებულება კი არ არის. თუ გამოჩნდება სამუშაო ადგილი, თუ რაღაც პირობები დაემთხვევა, ინტერესები დაემთხვევა, შესაძლებელი არის აღადგინონ, ხო? თუ საქმე ისე არის, როგორც პროფკავშირის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ, რომ თუ ისინი იმეცადინებენ ეს 3 თვე და ჩააბარებენ გამოცდას აღდგნენ სამსახურში, ჩვენ ამ შეთანხმებაში გვექნებოდა შესაბამისი ფორმულირება, მაგრამ ჩვენ ამ შეთანხმებაში ვხედავთ манипуляციურ ტექსტს, რომელიც ჩემი წარმოდგენით ემსახურება გათავისუფლებულ თანამშრომელთა დაშოშმინებას და მათთვის მათი ნაწილის გულში რაღაც ფუჭი იმედის წარმოებას, რომ 3 თვეში ისინი შესაძლოა სამსახურებში აღადგინონ. ასეთი რამ აი ამ ორივე შეთანხმების ტექსტში, ორი სხვადასხვა შეთანხმების ტექსტი არის, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა რამდენიმე თანამშრომელმა, ასეთი რამ არ არის. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რასაც პროფკავშირი ახლა ამ გათავისუფლებულ ადამიანებს პირდება, ეს ფუჭი დაპირება არის, ხო? აქ ადამიანები, რომლებიც ახლა სამსახურიდან გამოუშვეს, ხო? ამ ადამიანებს ნახევარი ცხოვრება აქვთ გატარებული მიწაში, ნახევარი ცხოვრება აქვთ გატარებული შახტში. და მათ კვალიფიკაციაში ეჭვი შეტანა, ხო? ამავე დროს თავისთავად და ეს გამოცდების ჩატარება და აი იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ადამიანები ამ გამოცდების ჩატარებას ყვებიან, ხო? რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დაცინვასაც წარმოადგენს, რომ თანამშრომელთა ნაწილს იბარებენ, ეუბნებიან, რომ გასაუბრება არის. თითოეული მათგანი ესე აღწერდა ჩვენთან ამ პროცესს, თითოეულს ეუბნებიან, რომ არის გასაუბრება, აღმოჩნდება, რომ ეს არის გამოცდა, სადაც თითოეული მათგანი ფასდება. რითი ფასდებოდნენ ამ ადამიანებმა ამავდროულად წინასწარ არ იცოდნენ და აი ამ რაღაცა მოგონილი გამოცდის საფუძველზე აკარგვინებენ ერთ-ერთ შემოსავლის წყაროს, ხო? ეს არ ჟღერს დამარწმუნებლად და ვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს იმასთან, რაზეც ეს ადამიანები ლაპარაკობენ.